რა თქმა უნდა სეზონი მაინც აქტიურია, მზე არის თუ არა, გაზაფხულია, ზაფხულში შევდივარ ძალიან მალე და სწორედ ეს პერიოდები მდიდარია ხილი და ბოსტნეულით. რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროდუქტების სწორად გარიცხვა იმისთვის, რომ არ დაკარგოს სასარგებლო თვისებები და იყოს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო. უნდა გამოვიყენოთ თუ არა საკვების სოდა და მარილი ამ ყველაფრის გასარეცხად, რაც ამ ბოლო დროს საკმაოდ პოპულარული გახდა. და ასევე შეიძლება თუ არა ცხელი წყლის გამოყენება, ამას ჩვენი სტუმარი სურსათის უმნებლობის ექსპერტი ეკა გიგაური გვასწავლის. დილამშვიდობის ეკა. დილამშვიდობისა. რა კარგი თემაა, რა საჭირო თემაა, რადგანაც ერთის მხრივ ძალიან საჭიროა ბოსტნეულის და ხილის მიღება და მეორეს მხრივ არასწორად დამუშავებული პროდუქტის შემთხვევაში შეიძლება სხვადასხვა ბაქტერიებით დავზარალდეთ ადამიანს. საფრთხე იმალება. იმალება და მოდით გავრეცხოთ ისინი ისე რომ ყველასთვის იყოს უსაფრთხო და მხოლოდ სარგებლის მომტანი. ამაში კი დაგვეხმარებთ თქვენ. კეთილი. კი ბატონო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი თემა ჰიგიენასთან არის დაკავშირებული. პირველ რიგში რა თქმა უნდა ხილის შეძენა უნდა მოხდეს სპეციალიზირებულ, ასე ვთქვათ, კარგი იქნება, ანუ მაღაზიებში, იქ სადაც ჰიგიენა დაცულია. და რა თქმა უნდა მომწოდებელიც ცნობილია, ანუ ვინ იყო გამყიდველი ამა თუ იმ ხილის თუ ბოსტნეულის. გამყიდველი თუ მწარმოებელი, იმიტომ რომ ასე შორს ვეღარ მივდივარ გამყიდველები ფიქრით და მოძიებით. ასე შორსაც რო წავიდეთ, თვითონ ეს სისტემა, რომელიც არის დანერგილი საქართველოში, ხასვის სისტემა, ის ითვალისწინებს ფერმიდან სუფრამდე, ასე ვთქვათ, ამ ციკლს, ამიტომ დისტრიბუტორიც ის ვინც ყიდის, ის ვინც გადაზიდავს, ვინც აწარმოებს იქნება თუ ასე ვთქვათ კონკრეტულად დახლზე ვისაც მოაქვს, ყველა არის ჩართული და ყველა თანაბრად ვალდებულია, რომ ჩვენამდე მოიტანოს უსაფრთხო სურსათი. სულ მიფიქრია, ძირს უდაყროდათ დაუშვათ ხილი. შემდეგ ხო აიკრიფებოდა ის და ისევ დახვდა განთავსდებოდა. მე შემდგომ უკვე ჩვენ თვითონ უნდა გვცოდნოდა იმის გარეცხვის წესები. ხილთან დაკავშირებით ესეთი პრობლემა ძირს დაყრის, ასე ვთქვათ, არ არის ესეთი საშიში, იმიტომ რომ ვთქვათ ჩვენ მას მაინც ვრეცხავთ, ეს არ არის ცხოველური წარმოშობის სურსათი. და რა თქმა უნდა ვიცოდეთ როგორ უნდა გავრეცხოთ და რო გადავიდეთ კონკრეტულად გარეცხვასთან დაკავშირებით. ყველაზე რთული მგონია მარცხი მოვიტანეთ მარცხი და პირველ რიგში დავიბანეთ ჩვენ თვითონ ხელები. ანუ ხელი ჩვენ უნდა გქონდეს სუფთან, პირველ რიგში დავიბანეთ ხელები სუფთა წყლით, ხო შეიძლება მხოლოდ ქალაქში არ ვიყოთ და ვთქვათ გადავწყვეტეთ რომ ან ექსკურსიაზე ან სოფელში ასე ვთქვათ სადღაც ვართ, ხო? ეს წყალი უნდა იყოს აუცილებლად სუფთა, რომ გარანტია გქონდეს იმის, რომ მიკრობიოლოგიური საფრთხე არ გვექნება. დავიბანეთ ხელები, ეს თავში მოვათავსეთ, სადაც ისიც სუფთა უნდა იყოს აუცილებლად და შემდგომ მიმდინარეობს რეცხა. საერთოდ კენკროვანი ხილი, რბილი, ვთქვათ, მათ შორის მარწყვი, ხანგრძლივად წყალში დალბობას არ ექვემდებარება. რა თქმა უნდა, ბილდება წყალი ადვილად შედის სტრუქტურულად მასში და ეს რა თქმა უნდა არ არის რეკომენდირებული. თუმცა ხა ის თუ ტალახიანია და ის აუცილებლად უნდა მოუვაშოროთ ეს ზედმეტი ჭუჭყი, რა თქმა უნდა, ძალიან მცირე დროით უნდა მაინც ჩავყურსოთ ამ და მხოლოდ წყალი საკმარისია? მხოლოდ წყალი, თუ სხვა საშუალება არ აქვს საკმარისია. ეხლა რა საშუალებაში რას გულისხმობთ? რა შეიძლება სხვა საშუალება? რომ გუშინ მარწყვი გარეცხა სოდის საფლების და ზმარიც ჩავდა. ცუდი რამე ვქენი, ისე გიმოვჭამეთ, რავი. მანამდე სანამ წყალში ჩავასკობებდეთ, უყუნწები უნდა დავაცალოთ თუ არა? ჯობია რომ არ დავაცილოთ. არა, ჯობია რომ იმიტომ რომ სტრუქტურულად თვითონ არის რა თქმა უნდა კალხის წყარო და შემდგომ მაინც უნდა გავალოთ, მაგრამ პირველადი გარეცხვა უნდა მოვახდინოთ ყუნწებიანად, რომ თქვათ ის შიდა ზედაპირში, იქ სადაც ახლოს არის ხო, ასე თქვათ თვითონ სტრუქტურა მარწყვის იქ რო არ ჩავიდეს ეს წყალი და მით უმეტეს დაბინძურებული წყალი, იმიტომ რომ წარმოვიდგინეთ, რომ დაბინძურებულს რეცხავთ, ხო? შემდგომ ეხლა რა არის ეს სამი პროდუქტი? ეს არის მარილი, ძმარი და სოდა, რასაც თქვენ ამბობთ, ხო? პოპულარული გახდა. გვაჩვენებენ ვიდეოს, რა კარგად ირეცხება. პირველ რიგში, ანუ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რისგან ვიცავთ ახლა აი ამ სურსათს, ამ ხილს, რასაც ვეცხავთ. ეს არის პესტიციდები, ანუ ქიმიური საფრთხე, ეს არის მიკრობიოლოგიური დაბინძურება, შეიძლება მიწასთან ახლოს იქ სალმონელაც იყოს, იმიტომ რითმოთ შეიძლება ბიოლოგიური რაღაცის იყო, საკვები ნივთიერება, რითაც რწყავდნენ, ან წყალი იყო ჭუჭყიანი, ხო? ანუ სალმონელა, ანუ მიკრობიოლოგიური საფრთხე და ფიზიკური საფრთხეა, ხო, კიდე, ესე იგი, ეს სოდა
აშორებს პესტიციდებს, ესეთი, ასე ვთქვათ ხო? კი ბატონო, ანუ ხო შეიძლება რომ მასში იყოს ჭარბი რაოდენობით პესტიციდი და შესაბამისად, ანუ ამის ჩაყურსო და ეხლა როგორ უნდა გავაკეთოთ? ესეთი რეკომენდაცია არის. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მეცნიერები ამ ყველაფერზე მუშაობენ, იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს ყველაფერი მეცნიერებიდან მოდის, ჩვენი გამოგონილი არ ყოფილა და 1 ლიტრზე 1 კოვზი ასეთი კონცენტრაციით სოდა უნდა გამოვიყენოთ. ჩაის კოვზი, კი, ჩაის კოვზი უნდა კარგად გავხსნათ და შემდგომ უნდა ჩავკურსოთ, რომ აი ამით პესტიციდებს, ანუ ჭარბ ქიმიურ ნივთიერებებს სახიფათოს ამით ვაცილებთ რა. და რამდენ ხანს ვაჩერებთ? მარწყვის შემთხვევაში ძალიან მცირე რაოდენობით უნდა იყოს, საერთოდ თუ დავაპირებთ, რომ მარწყვის გავრეცხავთ ამ სოდით, ალბათ 1-2 წუთის განმავლობაში, ანუ იმიტომ რომ ჩალბობა ზოგადად არ არის რეკომენდირებული ესეთი სტრუქტურის ხილისთვის, ამიტომ მცირე რაოდენობით 5 წუთი ყველაზე მეტია და ნუ ვიზავთ ახლა მაგას. შემდგომ რა თქმა უნდა გავავლოთ გამდინარე წყალში და ისიც ნაზად და ესე ითვლება რომ უნდა შევაშროთ კიდეც, ანუ და ჩამოვწუროთ სპეციალურ ასე ვთქვათ სათავზე, საწურში, რომ ეს წყალი კარგად ჩამოედინოს და გათავისუფლოს. კარგი. რაც შეეხება მარილს, ანუ მარილს რატო ვაკეთებთ? მარილი ეს არის უფრო მიკრობიოლოგიური საფრთხის, ასე ვთქვათ, მოსაცილებელი და უფრო მარტივად და კარგად ცილდება ეს მიკრობიოლოგია. გემოსავტოვებს, აი მლაშე მარწყვი არ იქნება? ის იმასაც კონცენტრაცია აქვს, ახლა ჩვენ რო მე მაგალითად შემთხვევით შემეშალა იმ დღეს და შაქარი და მარილი ერთნაირ მაშინ მქონდა და ისე მოხდა რომ მარილი მოვაყარე მარწყვს და საკმაოდ არასასიამოვნო იყო და მიჯერა და ამიტომ ჭარბი მარილი რა თქმა უნდა არ არის კარგი და ნუ გავაკეთებთ ესე და ნუ ითვლება რომ ეხლა ეს უნდა მოვაცილოთ ამიტომ როგორც ვთქვათ ძმარიც ითვლება რომ მიკრობიოლოგიურ საფრთხეს აცილებს. რატომ მითხარით რა ცუდი გიქნიათო მარილი? მე სიმართლე გითხრათ ესეთი ხანგრძლივით და ასეთი დიდი წესებით არ გამოვირჩევი, მე მირჩევნია რომ სუფთა წყლით გავრეცხო, გამდინარე წყლით, სხვადასხვა ხილი, სოდის გამოყენება უფრო რეკომენდირებულია, ასე ვთქვათ, გასათლელ ხილზე, აი ეს ვაშლზე მაგალითად, რომელსაც თავისივე ზედაპირი ზოგჯერ პრიალა აქვს ხოლმე და იმის გარეს ხო გქონდეთ ესე სოდა არ დავაყარო და ეგრე არ ვწმინდოთ და არანაირი სარეცხვის საშუალება რა თქმა უნდა რო არ უნდა შევახოთ, ეგ ვიცით, ხო ზოგმა საპნი დიცის აი მემყოლია მეგობრები, რომელიც განსაკუთრებით სისუფთავეზე არიან ესეთი დიდად მოწოდებულები და ისინი უთქვამთ რომ მე სარეცხე რატო ჭურჭელს თუ ვრეცხავ ჟელეთი ის რატო არ უნდა გავრეცხო და რა თქმა უნდა არ გავრეცხო. კორონავირუსის პანდემია გვახსოვს, ყველაფერს რომ ვრეცხავდნენ, ყველაფერში აბსოლუტურად. კი, პურსაც წმენდნენ. და ცხელი წყალი იყო ნახსენები. ვინ იყენებს და რისთვის იყენებს? ეცეთ როგორ არის? ცხელი წყალი წვრილად, ანუ ესეთ ხილზე, კენკროვან ხილზე, ნუ გავაკეთებთ მაგას, იმიტომ რომ რა თქმა უნდა მოადუნებს ამ ზედაპირს და გახდის უფრო ნაკლებად სასიამოვნოს ხო საკვებად, თუმცა სახიფათო არ იქნება ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ჩვენ თუ საუბრობთ იმაზე, რომ გემრიელადაც უნდა მივირთვათ იმასთან ერთად, რომ უსაფრთხო უნდა იყოს ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა გემო უნდა იყოს მნიშვნელოვანი და ესეც აუცილებლად უნდა დავიცვათ. დავბრუნდი უცებ ფიქრით. როდესაც არის ლამაზი ბუთქუჩა მარწყვი და რაღაც წილი აქვს, ან რაღაცანაირი დაზიანებული. აუცილებლად მოვაცალოთ ეს დაზიანებული. ანუ უნდა მოვაჭრათ თუ სრულად უნდა დავემშვიდობოთ ასეთი? ნუ ეხლა ისეთ არა, სრულად არ გვინდა იყოს მოცილებული, წავათალოთ ის დაზიანებული ნაწილები ნებისმიერ ესეთ ხილს, სადაც შეგვიძლია ახლა კენკროვანზე რაღაც მაგას ვერ გავაკეთებთ, მაგრამ სადაც შეგვიძლია რამე მოვჭრათ, მოვთალოთ, მოვაცილოთ და კიდევ ის მინდა თქვა, რომ მაგალითად ჩვენ რაღაც ხილი გვაქვს, რომელიც არის გასათლელი და გონია რომ გავთლი და ჭურჭელს მოვაცილებთ. წინასწარ რა თქმა უნდა პირველ რიგში უნდა გაირეცხოს და ეხლა მოდის კიდე სეზონის საზამთროსი, რომელიც სახიფათო რა თქმა უნდა პირველ რიგში ქიმიური საფრთხის თვალსაზრისით და ნუ რა თქმა უნდა ეხლა უკვე მე მგონი მაგას არავინ არ აკეთებს, მაგრამ ბაზარში ადრე ჭრიდნენ ხოლმე და ისე გვასინჯებდნენ. ჩემ პერიოდში ხო მგონი არ არის მსგავსი რაღაც მეთოდი უკვე. მარწყვის შემთხვევაში და ისეთ ხილის შემთხვევაში, რომელსაც გარეგანად დავამუშავებთ, გასაგებია რომ ეს პესტიციდები შესაძლებელია რაღაც დოზით მაინც გამოვრეცხოთ, მაგრამ აი საზამთრო შემთხვევაში რა ხდება, იმიტომ რომ არის გლუვი ზედაპირის მქონე, შიგნით არის ნაყოფი, რასაც მივირთმევთ, აი როგორ დაჭერილს ვერ გავრეცხავთ. ერთადერთი რაც შეგვიძლია, საზამთროს ვიცით ხოლმე ჩადება წყალში გამდინარე, ხო, ერთად თქვათ ესეთი ტიპის ხილი და გამდინარე წყალში შეიძლება რომ თქვათ ჩავდოთ და ისიც ამ პერიოდში ჭარბი ქიმიური ნივთიერებები, ნუ მცირეოდენად, მაგრამ მაინც ცილდება და რა თქმა უნდა ეს სუფთა დანით გაჭრის შემთხვევაში შიდა ასე ვთქვათ სტრუქტურულადაც შეემჩნევა ხოლმე ზოგჯერ ეს ქიმიური საფრთხეები, შიდა მხარე არ უნდა იყოს ოდნავ მოყვითლებული და რაღაც ესეთი შიდა მხარეს უნდა დავაკვირდეთ, მაგრამ სახლში რომ მოვიტანთ ის გაჭრილი არ გვაქვს და რა თქმა უნდა შიდა მხარეს არ ვხედავთ,
ამიტომ რომ ერთადერთი რაც შეგვიძლია, უნდა იყოს ის, რომ ხანგრძლივად წყლის ქვეშ უნდა გავაციოთ, კარგად გავრეცხოთ, აი ამ შემთხვევაში უკვე სარეცხის საშუალება ქიმიკაც მთლად მივაკარებთ, მაგრამ შეიძლება რომ სოდით გავრეცხოთ ეს ასე ვთქვათ გარედან, რომ ის საფრთხეები მოვაცილოთ, რასაც ქიმიურ საფრთხეს ვერ. კი ბატონო. ეკა, არ ვიცი დრო მინდა სწორად გადავანაწილოთ და მინდა აუცილებლად ვიცნობოთ მწვანე ლეულზე, სალათის ფურცლებზე, რომელიც ახლა ძალიან უხვადარი და თან ძალიან საჭიროა მათი მიღება. და საკმაოდ რთულია მათი სწორად და საგულდაგულოდ გარეცხვა. რას გვირჩევდით აქ? როგორ ასიც წარმოებაში, სადაც ახლა მაგალითად დიდი რაოდენობით ირეცხება ხოლმე ესეთი ტიპის პროდუქტები, იქ არის სპეციალური ქიმიკატები, რომელიც სადეზინფექციო საშუალებებია. თუ ახლა ესეთი თუ გადავწყვეტ და ვიყიდით სპეციალიზირებულ სადეზინფექციო საშუალებებს, კი, მაგრამ ახლა ყველას არ გვაქვს ხოლმე მაგის საშუალება. კი, როგორ არა, ანუ მაგას მწვანილს ეგეთი ტიპის პროდუქტებს ვრეცხავთ წარმოებებში, მაგრამ სახლის პირობებში ერთადერთი რაც შეგვიძლია, რა თქმა უნდა იყოს ხანგრძლივად ჩავალბოთ, შემდგომ უნდა გაირეცხოს გამდინარე წყლით და თუ ესეთი ფოთლოვანი სტრუქტურა, ხო, აი მაგის გვამინდა რომ ცალ-ცალკე უნდა გაირეცხოს. აუცილებლად უნდა გაირეცხოს და ის რაც თქვათ შორდება ერთმანეთს ადვილად ისეთი ნაწილები, ისეთი ტიპის მწვანილი, რა თქმა უნდა მოვაცილოთ და სიღრმისეულად უნდა გაირეცხოს. როგორც ხშირად ვამბობთ ხოლმე, უნდა იყოს მწვანილის შემთხვევაში ზედაღეროები უნდა იყოს ასე ვთქვათ მოჭრილი, ხო, რომ ის ქიმიკატები უფრო მეტად ქიმიური საშუალებები ყუნწში გროვდება, როგორც პომიდორში მაგალითად გულში და გულანას ამოჭრა არის ხოლმე რეკომენდირებული და კიტრში ზედა და ქვედა ასე ვთქვათ დაბოლოების თავაკების მოცილება არის ხოლმე რეკომენდირებული და შესაბამისად აი ესეთი ტიპის ჰიგიენურად დასუფთავებული რამდენადაც ჩვენ შეგვიძლია ამ სამი სხვადასხვა ასე ვთქვათ პროდუქტის რაც ჩამოვთვალეთ, სოდა იქნება ეს მარილი თუ ძმარი, მაგრამ არა ჭარბი რაოდენობით და ისიც დოზირებულად და არა ხშირად, აი ხშირად ესე გვეუბნებიან ასე ვთქვათ სპეციალისტები და მეცნიერები, რომ იგივე ძმრით ხშირად დამუშავება, იმიტომ რომ ჩვენც ჭარბი რაოდენობით მჟავას ვიღებთ ამ შემთხვევაში, ხო, თუმით უმეტეს ის კონცენტრირებულია და ჩვენი კუჭისთვისაც ის დიდად სახარბიელო არ არის, ამიტომ ყველაფერი, რასაც გავაკეთებთ, უნდა იყოს ზომიერი, უნდა იყოს გათვლილი, ძმრის შემთხვევაში წილობრივად უნდა იყოს ისე რომ ვთქვათ 1%-იანი იყოს იგივე სოდის შემთხვევაშიც, აი 1 კოვზი 1 ლიტრზე და აი ესეთი, მარილი ყველაზე ნაკლებად სახიფათო არის ახლა ამ შემთხვევაში. გარდა იმ პროდუქტებისა, იმ ხილისა და ბოსტნეულის სახეობებისა, რაც ჩამოვთვალეთ, რომელი პროდუქტია ყველაზე საფრთხის შემცველი? აი თქვენ მე მაინც ათეულში რა შეიყვანით რომ შევიყვან ხოლმე სალათის ფურცელს, რომელიც ხო, ანუ ჩემი პირადი დამოკიდებულება არ არის, აი ნებისმიერი კვლევა რაც ჩატარებულია, მაინც მიდის იქით, რომ სალათის ფურცელს საკმაოდ სახიფათო არის, თუმცა სალათის ფურცელზე მეტად აკეთებენ ხოლმე აქცენტს, იმიტომ რომ გასარეცხათაც ყველაზე ძნელი, ახლა თუ ჩვენ კიტრს და პომიდორს ხელს კარგად შევახებთ და მთელ ზედაპირზე გემრიელად გავრეცხავთ, სალათის ფურცელს სათითაოდ უნდა შევეხოთ, რა თქმა უნდა და ეს მეტად რთულია და კიდე სალათის ფურცლებში არის ხოლმე ჩაბუდებული პატარა მწერები და იმის გამოცილებაც ახლა კარგი იქნება, რომ იმასაც დავაკვირდეთ ხოლმე, რომ ის მწერიც ახლა დიდად სასარგებლო არ არის ჩვენთვის. რა თქმა უნდა, არ შევიყოლოთ შემთხვევით. რა თქმა უნდა ვიფიქროთ იგივე იმ საფრთხეზე, რომელსაც ბიოლოგიური საფრთხე ქვია, არა მარტო ქიმიური, რასაც პესტიციდებს უძახით და იმ სალმონელას საფრთხე, შერიხია კოლი, ეს ყველაფერი რაც მიწიდან, რაც ფეკალიებიდან მოდის, აი მაგის, ასე ვთქვათ, მაგ პრობლემის საწინააღმდეგოდ, რა თქმა უნდა, სუფთა წყლით რეცხვა, სუფთა ხელებით, სუფთა თასში, ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ. გავლება იგულისხმება უკვე დასრულებულ რეცხვად, დაუშვათ სალათის ყველაზე სალათის ფურცელი სახლში, ვთქვათ, ესეთი 5-10 წუთი თუ გვაქვს მაგის დრო, რომ ჩავყუსოთ წყალში, ჩავალბოთ და შემდგომ გავავლოთ გამდინარე წყლით, ისიც იმაზეც უნდა ვიფიქროთ, რომ ჭარბი წყალი, ასე ვთქვათ, არ გამოვიყენოთ და ჩვენი ეკოლოგიაც არ ვაზარალოთ და სუფთა წყალი, ასე ვთქვათ, არ გაუშვათ ტყუილა. ანუ 1-2 წუთის განმავლობაში გავლებაზე რო გქონდეს, ისე რომ არ დავაზიანოთ ფოთლები, ანუ ისე გავაკეთოთ, რომ თუ შესაძლებელია, რომ ნაზი ჭავლით გაუშვათ და არა, ასე ვთქვათ, რომ თვითონ ფოთლები რო არ დავაზიანოთ, ჩვენთვის გემრიელი ძირებში უფრო ეს რაღაცები ჩაბუდება
იქნება თუ აი დაბოლოებებში სადაც მეტად ჩამალული არის ხოლმე ასე ვთქვათ ძირებში ხუჭუჭა რადგანაც ჩახვეულია სხვადასხვა ჯიშის სალთის ფურცელი შეიძლება იყოს მაგრამ უფრო მეტად არის ტალღოვანი იქაც იმალება ხოლმე მაგრამ მეტად შიგნით ძირებთან რაც უფრო ადვილად იგივე აი წიწმატი ან რაღაც ისეთი რაც ღეროვანია და რაც შეგვიძლია რომ გადავშალოთ ან ანუ შეგვიძლია ვთქვათ ყვავილოვან კომპოსტოზეც კარგად გადავშალოთ გადავფურცლოთ რამე გავაკეთოთ რომ შიდა ასე ვთქვათ შევეხოთ შიდა ახლა სეზონია და ხილით და ბოსტნეულით განსაკუთრებით გვაჯილდოებს დედაბუნება მაგრამ არის ასევე არასეზონური ხილი რომელსაც ბევრი ყინავს და გაყინული სახით შევიძენთ ხოლმე ასევე იმპორტირებული პროდუქცია გასაგებია რომ ეს გარკვეულწილად კონტროლდება მაგრამ თუ იმალება რაიმე საფრთხეები და აი გაყინვის შემთხვევაში თუ იკარგება ის საფრთხე ქრება სადღაც რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ მიკრობიოლოგიური საფრთხე გაყინვით არ ქრება არც ქიმიური მინდა გითხრათ ის უბრალოდ დროებით მიკრობიოლოგია დროებით ფერხდება და შემდგომ როგორც კი ოთახის პირობებში როგორც კი გავალღობთ მაშინვე იჩენს თავს და სახიფათო ხდება ამიტომ გაყინული ხილის შეძენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა წავიკითხოთ ვინ არის მწარმოებელი რომ ვიცოდეთ რომ მოწამვლის შემთხვევაში უნდა მივაკითხოთ გარეცხით მას ვერ გავრიცხავთ იმიტომ რომ თვითონ პროცესუალურად უდევს მან ასე ვთქვათ მწარმოებელს როდესაც ნერგავს თავის სისტემას ესეთი პროდუქტის წარმოების რომ ის უნდა სუფთად უნდა მოიკრიფოს და შემდგომ უნდა გაირეცხოს იგივე მარწყვიც ესე იყინება ხოლმე ჩვენ თვითონ თუ გადავწყვეთ ხა სეზონური ხილი შენახვა ვიცით ხოლმე ზოგი სახში ნამცხვარს აცხობს და ჭირდება ეს კენკრა შენახული გაყინულ სახში რა თქმა უნდა გავრეცხოთ სუფთად გავაშროთ გავამშრალოთ ხო ანუ ხელსახოცეც ერთჯერადზე რა თქმა უნდა ვიცით ხოლმე გადმოღება და ესე დაწურვა და გაშრობა და შემდგომ უნდა შევინახოთ რომ ის ეფექტიც რო ცალ-ცალკე და შეწებება რო არ იყოს ხილის რომ იყოს უფრო კარგი და თქვა იგივე ტორტში თუ გამოვიყენებთ ჩვენ თვითონ გამომცხარში ის რო ცალობით ადვილად იყოს ერთმანეთისგან მოცილებული და არ იყოს აზელილი და ესეთი ეფექტი არ ქონდეს. ქალბატონო ეკა ასეთი რამ გამიგია და თქვენთან მინდა გადავასწრებო. ხილზე ამბობენ ან ბოსტნეულზე კანში იყრის ყველაზე მეტად და ეს ნიტრატები და პესტიციდები თავს და გვეუბნებიან რომ კანიანად ხილს ნუ შევჭამთ. აი მაგალითად ვაშლი არა და ზოგს უყვარს ვაშლის ატმის ჭამა კანით. ამბობენ რომ ვიტამინები იქ არის. ეგუდა მეთქვა. ძალიან დიდი დილემა. რა თქმა უნდა ამ კანშია დიდი რაოდენობით. და ასე შემდეგ. კარგი გარეცხვით თუ მართლა გათვლით უნდა. ჩვენ ზუსტად თუ არ ვიცით ვინ არის მწარმოებელი, ჩემი რეკომენდაცია რა ჯობია რომ გავთავოთ. რა თქმა უნდა, რადგანაც ასე ვთქვათ, ყველაზე დიდი რაოდენობით კანში და თავში და ბოლოში როგორც ვიძახით, გროვდება და იგივე ვაშლში შიგნით კურკასთან ახლოს და ასე შემდეგ. იქაც გროვდება? კი, იქ ყველაზე მეტად კონცენტრირდება და ვიტამინები კანშია რომ გვეუბნებიან. სწორი, ანუ კარგი მწარმოებელი, მიკვლევადი, რომ ვიცით ვინ არის და ვიცით რომ ის კონტროლდება. ესეთი ტიპის ასე ვთქვათ, ბიზნეს ოპერატორი რომელიც თავის დეკლარირებას აკეთებს ეტიკეტზე, ის უკვე გარკვეულწილად პასუხისმგებლობას იღებს თავის თავზე და ამიტომ რა თქმა უნდა ეს არის მეტად უფრო სანდო, თუმცა უჯრედისის თვალსაზრისით უხეში ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომნელებელი სისტემის. რა თქმა უნდა და ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია რომ გემრიელად მივირთოთ უკვე კანიანად. თუმცა ახლა ეს ზედაპირები ინახება ხოლმე ხშირად ზამთრის ხილზეა, ეს რო თუ შეგიმჩნევია ცვილია ხოლმე ხო ან სპეციალური რეაგენტებით, რომელიც ტენიანობას ინარჩუნებს ხილში და ჩვენ ახლა რა თქმა უნდა ესეთი ტიპის არ გვინდა ხოლმე მივირთვათ, მაგრამ კარგი გარეცხვა მასაც შველის და ნუ შეგვიძლია უკვე კარგი გარეცხვის შემდეგ ის მიკრობიოლოგიური და ქიმიური მცირეც რამდენადაც შეგვიძლია სახლის პირობებში საფრთხე მოვაცილოთ და მე უკვე მივირთვათ რა გავაკეთოთ აბა ხონდა მივირთვათ რა მე ტელევიზიით ხშირად რო გამოდივარ მეუბნებია რა ვქნათ ეკა რა ვჭამოთ ანუ შენს შემდეგ უკვე აღარაფრის მირთმევა აღარ გვინდა მაგრამ ნუ ეს რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ თუ გვინდა რომ ჯანმრთელობა შევინახოთ არა ხო პრინციპში ვიცით უკვე როგორ უნდა მივირთვათ თუმცა შეიძლება მართლა მარილის და ძმრის წილობრივად გამოყენება მაგრამ ისიც უსაფრთხოთ მცირე რაოდენობით ნორმატიულად და არა ჭარბად რა თქმა უნდა და ზომიერება ზომიერად რომ კუჭი არ გავიღიზიანოთ და ასე შემდეგ